საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ცისა ფერს, რომელშიც პოეტი ქებათაქებას ასხამს ამ უჩვეულოდ ლამაზ ფერს, ცის ფერს. ბარათაშვილის ლექსებში საერთოდ ისე ხშირია ფიქრი ცაზე, რომ შეიძლება მას ცის მიჯნურიც კი ვუწოდოთ. ცა მისთვის არის ამაღლებულობის, მიუწვდომლობის სიმბოლო, რა თქმა უნდა, უპირველესად ღვთის საუფლო და სწორედ მისკენ მიისწრაფვის მისი ფიქრი. ეს ფიქრები კი პოეტს განწმენს და ამაღლებს ყოველდღიურობასა და მატერიალურობაზე. ერთ ლექსში შემოღება მთაწმინდაზე რომ ქვია, პოეტი წერს: ჰე ცაო ცაო ხატება შენი, ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული, ათცარა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, ბყის ფიქრნი შენ და მოისწრაფვიან, მაგრამ შენამდე ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან. აქაც წარმოჩენილია პოეტის სიყვარული. მას ძალიან უყვარს ცა, ცისკენ მიისწრაფვიან მისი ფიქრები, ცისკენ, სადაც ეგულება მას ყოველივე საუკეთესო, უპირველესად, რა თქმა უნდა, სულიერი მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე, რასაც ის ვერ პოვებდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხატება შენი ნიშნავს შენი სახე მაქვს მე გულზედ დაჩნეული, ბავშვობიდანვეო შენკენ მოვისწრაფი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს ფიქრებს, ადამიანურ ფიქრებს არ შეუძლიათ გამოაღწიონ მანდ, ესე იგი, ცის საუფლოში. ახლა წაგიკითხავთ ამ ლექსს, რომელსაც ქვია ცისა ფერს. ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიურს სიყრმითგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხლი მაქვს გაცივებული, ვფიცავ მე არ ვეტრფო, აროდეს ფერსა სხვას. თვალებში მშვენიერს ვეტრფი მე ცისა ფერს, მოსრული იგი ცით, გამოკრთის სიამით. ფიქრი მე ნანატრი, მიმიწევს ცისა ქედს, რომ ეშხით დამდნარი, შევერთო ლურჯსა ფერს, მოვკვდები, ვერ ვნახავ, ცრემსამე მშობლიურს, მის ნაცვლად, ცა ლურჯი დამაფრქვევს, ცვარს, ციურს, სამარეს, ჩემსაროს გარს, ნისლი მოიცავს, იგიცა შესწიროს, ციაგმან ლურჯსა ცას. ლურჯი ფერი იფრქვევა თითქოს ამ ლექსიდან. ლურჯით, იგივე ცისფერით არის გაჟღენთილი ეს სტრიქონები. ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს. ცის ფერს ბარათაშვილი აზუსტებს, რომ ეს არის ლურჯი ფერი. ეს არის პირველად ქმნილი ფერი. ღმერთმა სამყარო რომ შექმნა, აი თითქოს პირველი ფერი შექმნა ცის ფერი და შემდეგ სხვა ფერები, თითქოს სხვა ფერები ამ ფერისგან წარმოიშვნენ. ისეთი განცდა ეუფლება მკითხველს. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ რა თქმა უნდა ცის ფერი, ლურჯი ფერი, ლაჟვარდის ფერი, ეს არის ღვთის საუფლოს ფერი. ღვთის საუფლოსი, სადაც წმინდანები, ანგელოზები და უწმინდესი სულები სახლობენ. ღვთის საუფლო, როგორც აღვნიშნეთ, რომლისკენაც მიისწრაფვის ადამიანის ოცნება. ეს არის მიუწვდომელი, რა თქმა უნდა. და სწორედ ცის სიყვარული ჩანს ამ ცისფერისკენ სწრაფვაში. რა თქმა უნდა, ცისკენ სწრაფვა გულისხმობს იმ ძნელ გზაზე დადგომას, რასაც ქვია სულიერი სრულყოფილების, სულიერი ზრდის გზა, როგორც გითხარით, ცა არის ღვთისა და ანგელოსების დასების საუფლო, სადაც არის გამეფებული ჰარმონია, სიმშვიდე, სიყვარული. ცისფერი, ლურჯი ფერი პოეტის წარმოსახვაში სრულიად განძარცული არის ხორციელებისაგან. ის არის ჰაეროვანი, ხელშეუხებელი, რომელსაც ვერ მოიხელთებ. ის არის მიუწვდომელი, როგორც ცა. ეს ფერი მასში აღძრავს რაღაცნაირი სიხარულის განცდას. ის განსხვავდება სხვა ფერებისაგან, რომელიც დამახასიათებელია ადამიანის მიწიერი ყოფისათვის, მატერიალური ცხოვრებისათვის. ეს ფერი არ არის დალაქავებული, გაჭუჭყიანებული, ცოდვით შემოსილი, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნიური ათასგვარი საფრთხისა თუ ხიფათისაგან. მინდა გაგახსენოთ, რომ ეკლესიაში ხატებზე, ფრესკებზე ჭარბობს ხოლმე წითელთან და ოქროსფერთან ერთად ცისფერიც.
წითელი არის წამების ფერი, იმ დაღვრილ სისხლზე მიგვანიშნებს, რომლებიც წამებულებმა გაიღეს თავიანთი რწმენისათვის. ოქროს ფერი საერთოდ მარადისობის ფერია, ხოლო ცისფერი ეს არის ღვთისფერი, ზეციური ფერი, რომელსაც გონება რა თქმა უნდა ვერ შესწდება მთლიანად და ვერ მოიცავს. მაგრამ პოეტი, როდესაც ფიქრობს ცისფერზე, რა თქმა უნდა ფიქრობს სამყაროს არსებაზე, ესე იგი, როგორია სამყარო, უნდა რომ ჩასწდეს მის აზრს. შეიმეცნოს არა მხოლოდ სამყაროს არსი, არამედ საკუთარი ადგილი ამ სამყაროში, საკუთარი ცხოვრების გზა გამოკვეთოს და გაიაზროს. მან შეიყვარა ეს ფერი მთელი სულით, გულითა და გონებით და ცდილობს, რომ ამ ფერის ერთგული დარჩეს. სიყრმიდგან ვეტრფოდიო, ესე იგი ბავშვობიდანვე. მას შემდეგ, რაც გონების თვალი აეხილა, მით უფრო გაუმძაფრდა ამ ფერის სიყვარული. ეს როგორც წეღანაც გითხარით, ღვთის ტრფობა არის და ამგვარად გამოხატავს. ცისფერის სიყვარული არის ღვთის სიყვარული უპირველესად. ღვთის სიყვარული, რა თქმა უნდა, არის ძალიან რთული და ძალიან ძნელი. მე მინდა გაგახსენოთ ვეფხისტყაოსანი, რომლის პროლოგში შოთა რუსთაველი საუბრობს სამგვარ სიყვარულზე და მათ შორის უპირველესად ასახელებს ღვთის მიმართ სიყვარულს, რომელიც ადამიანს ანიჭებს აღმაფრენას, საოცარ ნეტარებას. თუმცა ამ სიყვარულის გამოთქმა არის ძალიან ძნელი. ვერც ვერავინ ახსნის, რაც უნდა მჭევრმეტყველი იყოს, რაც გინდა ბევრი ილაპარაკოს, შეიძლება თქმელიც დაიღალოს და მსმენელიც, მაგრამ მაინც ვერ გამოითქვას ეს სიყვარული. ადამიანური სიყვარული, რომელიც ბაძავს ღვთაებრივ სიყვარულს, შოთა რუსთაველისთვის არის ამაღლებული სიყვარული. ისაუბრობს კიდევ მესამე გვარის სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ხორციელებასთან არის დაკავშირებული და მისთვის ეს სიყვარული მიუღებელია. ერთი სიტყვით, ისევ მინდა გაგიმეოროთ, რომ ცის სიყვარული სწორედ ეს უპირველესი სიყვარულია სამი გვარის სიყვარულიდან. ეს არის ღვთის სიყვარული. ეს არის საზეო საქმე, როგორც რუსთაველი ამბობს, რომელიც ადამიანს ენით აღუწერელ ნეტარებას ანიჭებს და თანაც სამწუხაროდ ეს სიყვარული ყველას არ შეუძლია, მაგრამ ვინც განიცდის მას, ის შეძლებს ისეთი მასში აღიძვრება ისეთი გზნობები, რომლებიც ჩვეულებრივი მოკვდავისთვის არის მიუწვდომელი. ეს არის სიყვარული, რომლის შესახებაც პავლე მოციქული ამბობს, რომ მის გარეშე არის ადამიანი არარაობა. იოანე მოციქულიც რომ გავიხსენოთ, ღმერთი არის სიყვარული. ამ სიყვარულით ადამიანი შინაგანად იზრდება და მდიდრდება. თუმცა ამ სიყვარულისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა, რადგან ეს არის ძალიან ძნელი და რთული, როგორც მოგახსენეთ. მაგრამ შეუძლია კი ჩვეულებრივ ადამიანს, ჩვეულებრივ მოკვდავს ასეთი სიყვარული. შეუძლია. ამისი უამრავი მაგალითი არსებობს. უპირველესად საჭიროა, რა თქმა უნდა, წმინდა გული. ღვთაებრივ სიყვარულს ბაძავენ ისინი, რომლებიც სწორედ თავიანთ სიყვარულში აი ამ ამაღლებულობას მიესწრაფვიან და ქვენახელობას, რომელსაც უწოდებს რუსთაველი, მხოლოდ ხორციელტოლვას გაურბიან. ადამიანი უნდა განერიდოს, ესე იგი, სიძვას და შორით უნდა ბნდებოდეს, ესე იგი, გული მისდიოდეს თავისი მიჯნურისთვის. ახლა დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს ლექსს და გავიხსენოთ სტრიქონები. როგორ არის ქება შესხმული ცისფერისათვის და ახლაც რო სისხლი მაქვს გაცივებული, ვფიცავ მე არ ვეტრფო აროდეს ფერსასხვას. ამ ლექსის ლირიკული გმირი თავს წარმოიდგენს გარდაცვალებულად. სწორედ ამას გულისხმობს სტრიქონი და ახლაც რო სისხლი მაქვს გაციებული. სისხლის გაცივება, რა თქმა უნდა, სიკვდილს ნიშნავს, მაგრამ წარმოიდგინეთ, სიკვდილშიც ერთგულია ცისფერისა. სიკვდილი არის გამანადგურებელი ძალა, რომელსაც წინ ვერაფერი ვერ აღუდგება. მან გააცივა სისხლი, ჩააქრო თვალები, მაგრამ ვერ მოსპო სიყვარული პოეტისა. პოეტის სიყვარული ცის მიმართ, ცისფერის მიმართ და ამ სტრიქონში გასაოცარი ძალით წარმოჩდება სწორედ სიყვარულის აი ესეთი დიდი ძალა, რომელსაც ვერაფერი ვერ შეაფერხებს და ვერაფერი ვერ დააბრკოლებს. გვახსენდება გალაქტიონ ტაბიძის ლურჯად ცხენები. იქაც პოეტი წარმოიდგენს თავს გარდაცვალებულად, როგორ წევს ცივ სამარეში, როგორ არის საოცრად საშინელი სიცივე გამოფებული ირგვლივ სიცივის თარეშიაო, ასეთ მეტაფორას მოიხმობს, მაგრამ უცებ ამ წყუდიასა და სიბნელეში ჩნდება საოცარი შუქი. ეს შუქი შეიძლება სხვადასხვანაირად გავიაზროთ, მაგრამ ერთი მნიშვნელობა მისი ის იქნება, რომ მასში ვიგულისხმოთ ჩვენ სწორედაც სიყვარული.
ამ ლექსში კი ვკითხულობთ თვალებში მშვენიერს, ვეტრფი მე ცისაფერს, მოსრული იგი ცით, გამოკრთის სიამით. ფიქრი მე ნანატრი მიმიწევს ცისაქეთს, რომ ეშხით დამდნარი შევერთო ლურჯსაფერს. ბარათაშვილისთვის კიდევ უნდა აღნიშნო ეს, რომ მშვენიერებაც არის ცისფერი და ლურჯი. როდესაც მოწყენილმა, სულიერად ობოლმა პოეტმა ვერსად ვერ იპოვა ხსნა, ვერც წმენაში, ვერც მეგობრებთან სიახლოვეში, ის გაეშურა მტკვრის სანაპიროზე. ნაცნობი ადგილები მოინახულა და როდესაც ჩამოჯდა მდინარის პირას და დაუწყო ცქერა მდინარის ზვირთებს, ხომ გახსოვთ ეს, ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა, მაგრამ იმ ზვირთებშიც უპირველეს ყოვლისა მან დაინახა ცა და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა. ესე იგი მას არასოდეს არ სტოვებდა ეს სიყვარულის ყოველთვის ფიქრობდა ღმერთზე და ცის ფერზე. სიყვარულიც ხომ ნათელია და ზეციდან არის მოსული. ამიტომ სიყვარულიც ხშირად მას წარმოუდგებოდა როგორც ცისფერი და საყვარელი ქალის თვალებში სწორედ ამ შუქს დაეძებდა ცისგან მოვლენილს. მას სურდა რომ დაფერფლილიყო სიყვარულში და თავისი გულის ფერფლი ამ სიყვარულის საკურთხევლისთვის შეეწირა. ერთადერთი ოცნება აქვს ამ ლექსში პოეტს, რომ შეესწრდეს ცის ქეთს და შეერწყას ლურჯ ცას და ამას ასეთი მშვენიერი მეტაფორით გამოხატავს. ეშხით დამდნარი შევერთო ლურჯ საფერს. სიყვარულით დამდნარი სული ლურჯ ფერში განიბნევა, გაიფანტება და თვითონაც თითქოს ამ ფერად იქცევა. პოეტს ამ ლექსში ერთგვარი წინასწარმეტყველებაც აქვს, რომ მოვკვდები, ვერ ვნახავ ცრემსამე მშობლიურს, მის ნაცვლად ცა ლურჯი დამაფქვევს, ცვარს ციურს, სამარეს ჩემსა როს გარს ნისლი მოიცავს, იგიცა შესწიროს ციაგმან ლურჯსა ცას. მართლაც ისე მოხდა, რომ ბარათაშვილი განჯაში 1845 წელს სრულიად მარტო მალარიით დაავადებული გარდაიცვალა, მაგრამ თითქოს იგი დაიტირა ლურჯმა ცამ. ამგვარი წინასწარმეტყველება მას მერანშიც აქვს. გაგახსენებს წრიქონებს, ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს სათფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის და იმ ლექსში წარმოჩენილია, რომ ბუნება იგლოვებს მას. რა თქმა უნდა, ეს არის გამოძახილი ვეფხისტყაოსნისა, წიგნისა, რომელიც უპირველეს წიგნად მიაჩნდა ბარათაშვილს და ძალიან უყვარდა და მოსწონდა, რადგან ძალიან ხშირად არის მის ლექსებში ამ წიგნის გამოძახილი. გაგახსენებთ ავთანდილის სიტყვებს, თუ საწუთრო მან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად. ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, მუნ შემიწყალოს შენმანვე გულმან მოწყალე მობელმანო. ლურჯი ცა ამ ლექსში არის თითქოს გასულიერებული. ის არის პოეტის მეგობარი, რომელსაც შეიძლება თავისი ფიქრები გაანდოს, თავისი ტკივილი გაუმხილოს. ის არის თითქოს მისი გულშემატკივარი, ხოლო ის თანაუგზნობს უცხო მიწაზე დარჩენილსა და გარიყულს და ამიტომაც მზად არის პოეტი, რომ თვითონაც ყოველივე შესწიროს ცას. ყოველივე უპირველესად კი რა თქმა უნდა სიცოცხლე. ბარათაშვილის სხვა ლექსებში ჩანს რა თქმა უნდა ღვთის დიდი სიყვარული, უპირველეს ყოვლისა გვახსენდება რა თქმა უნდა ლექსი ჩემი ლოცვა, რომელშიც პოეტი თავს წარმოიდგენს უძღებ-შვილად, ძეშეცდომილად, მამას რომ უღალატა მისი სახლიდან წასვლით და ლექსი მთავრდება არაჩვეულებრივად შთამბეჭდავის სტრიქონით, მაშა დუმილიც მიმითვალენ შენდამი ლოცვად. ფერისადმი მიძღვნილი არაერთი ლექსი არის ქართულ პოეზიაში, მაგრამ მე მინდა გავიხსენო ერთი ლექსი, ბარათაშვილის ცისაფერზე უფრო ადრე დაწერილი. ეს არის ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი შავსა ფერს. წაგიკითხავთ ამ ლექსს და რატომ უძღვნის შავ ფერს პოეტი ლექსს? ალექსანდრე ჭავჭავაძე ამ ლექსში წერს, რომ მას მოსწონს თავისი სატრფოს შავი თვალები და ამიტომაც შავი ფერი ასე გააღმერთა. ასეთი რამ წერია ამ ლექსში. ფერსა ბნელს, ფერსა შავს, მე ვეტრფი მარა ჯამს, აროდეს ფერსა სხვას არ ვეტრფი, ვფიცავ ცას, არას ძალს, არას გვამს, არ აქვს უფლება, აშორვოს ფერსა შავს, ჩემი ტრფიალება, თუ მკითხავთ ფერსა შავს, რად ვეტრფიალები, გიშრობენ და რავყო საყვარლის თვალები, სოფლიდან გასვლის ჟამს, ვისუდრებ ფერსა შავს,
და ვიდრემდის ცოცხლობ თვალს არ მოვაშორებ. აი ბარათაშვილის ლექსი თითქოს არის შეკამათება ამ ლექსთან, გამოძახილი. ის თუ შავ ფერს ასე დიდ თაყვანს სცემდა, როგორც საყვარელი ადამიანის თვალების ფერს, ბარათაშვილი უკვე წერს ცის ფერზე, რომელიც არის როგორც გითხარით, ღვთისმსაუბროს გამომხატველი. ერთი თუ ხორციელებაზე მიანიშნებს, მატერიალურ ცხოვრებაზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სხეულთან არის დაკავშირებული შავი ფერი და შავი თვალები, ეს ბარათაშვილმა ხორციელებისაგან მთლიანად განძარცვა თავისი ფერი და გააღვთიურა იგი. ასეთი საერთოდ ადამიანი არის ორმაგი თავისი ბუნებით, ხორციელიც არის ადამიანი და სულიერიც და სამწუხაროდ ეს ხშირად იწვევს მის ტანჯვას და რა თქმა უნდა ბარათაშვილსაც ეს ძალიან ხშირად განუცდია და გამოუხატავს კიდევაც თავის ლექსებში, განსაკუთრებით ეს შინაგანი ბრძოლა ხორცსა და სულს შორის მან წარმოაჩინა სულო ბოროტოში. ხოლო არის ლექსები, რომლებშიც თითქოს ხორციელებისაგან განიძარცვება, როგორც ვახსენეთ, წეღან და მთლიანად არის სულს მიცემული, ესე იგი თავს წარმოიდგენს როგორც მხოლოდ სულიერ არსებას და სწორედ ამგვარი განცდა ეუფლება მკითხველს, როდესაც კითხულობს ამ ლექსს, რომელსაც ჰქვია ცისა ფერს. ცის ფერი, როგორც გითხარით, სხვა პოეტების საყვარელი ფერიც არის. მე მინდა გაგახსენოთ, რომ საერთოდ რომანტიკოსების საყვარელი ფერი იყო და ბარათაშვილი, როგორც ვიცით, არის რომანტიკოსი, მისთვის წარმოსახული სამყარო უფრო რეალური და უფრო მშვენიერი არის, ვიდრე, ესე იგი, მატერიალური წარმავალი. განსაკუთრებით დიდი გავლენა რომანტიკოსებზე მოახდინა გერმანელი რომანტიკოსის ნოვალისის მიერ შექმნილმა ცისფერი ყვავილის სიმბოლომ. და არა მხოლოდ რომანტიკოსებზე, არამედ შემდეგ სხვა პოეტებმაც ეს სიმბოლო აიღეს როგორც მიუწვდომელის გამომხატველი. მაგალითად, გალაქტიონი წუხდა და წერდა ასე, რომ თოვლმა სილას მიანება ნოვალისის ყვავილი, თითქოს ადამიანმა დაივიწყა ოცნება მიუწვდომელსა და შორეულზეო და სილას მიანება ნოვალისის ყვავილის მეტაფორულად სწორედ ამას გამოხატავს. საერთოდ გალაქტიონი ბევრ რამეში არის მემკვიდრე ბარათაშვილისა და შეიძლება ვთქვათ, რომ აი მცის ფერშიც უმემკვიდრა მას, რადგან ძალიან ხშირად იყენებს ამ ფერს თავის პოეზიაში. მაგალითად, ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს, ეს არის მთაწმინდის თვარიდან სტრიქონები. ამავე ლექსში არის თუ სიზმარმა ვით შეისხაციდან სამდებთები და გაშალა ოცნებათა ლურჯი ალქნები. ან კიდე სტირო და სული ცისფერ ღვინოებს. ისიც მინდა გაგახსენოთ, რომ ქართველმა სიმბოლისტებმა, როდესაც 1916 წელს გამოსცეს თავიანთი ჟურნალი, მას სწორედაც რომ ცისფერი ყანწები უწოდეს, იმიტომ რომ მიიჩნევდნენ, რომ ყანწები ამ შემთხვევაში იყო თრობის სიმბოლო, ოღონდ პოეტები თვრებოდნენ პოეზიით და აი ამ პოეზიით თრობის გზით ისინი სწორედ მიღმურ ღვთაებრივ სამყაროს უახლოვდებოდნენ. ისინი წერდნენ თავიანთ პირველ თქმაში, რომ ხალხისთვის უნდა ესწავლებინათ გზა მომავლის ცისფერი ტაძრისაკენ. ცისფერი აქაც გამომხატველი არის, რა თქმა უნდა, მშვენიერებისა. ისევ გალაქტიონი რომ გავიხსენოთ და მისი სტრიქონები, სადაც ეს ცისფერი და ლურჯი არის გამოყენებული. საიდუმლო ალები, ისევ მომეძალება, უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები. ან კიდევ ველად ყრია ლურჯი კომში და ცისფერი ატამი. ესეთი ფერწერული ხატია, სურათია, რომელიც არ შეიძლება ადამიანს დაავიწყდეს. ან კიდე იისფერი თოვლი, ან კიდევ უდაბნო ლურჯად ნახავერდები. იისთვის ეძებს იისფერ სიტყვებს და ცისფერ სიტყვით გზებს იწიაგებს. ესეც გალაქტიონის სტრიქონებია. ან კიდევ ჰაერი ლურჯი აბრეშუმია. ან კიდევ ლაჟვარდსაზე სწოვენ თეთრი კრავები, იღებება ლურჯი ოქროს ზმორებით. აჰექტმები ჩემსახეს რომ ეხება, სიომ ლურჯი მოგონებით შეღება. ან კიდევ მთების ლურჯი კამარა და სხვა. საღამო იწვა ხავერდის ყდაში, ვით წიგნი ლურჯი და ძველის ძველი. გალაქტიონი წერდა თავის დღიურში, რომ ეგოისტურმა ანგარიშებმა სრულიად წალეკეს ტოლვა არაამქვეყნიური ოცნებისადმი, გაქრა ზმანებები ნოვალისსო. და აქ რა თქმა უნდა იგულისხმება, რომ გაქრა რა თქმა უნდა ოცნება ცისფერ ყვავილზე. აქ შეიძლება გვეხსენებინა მორის მეტერლინკი, ცნობილი მწერალი, თავისი პიესით ლურჯი ფრინველი. ლურჯი ფრინველი აქაც არის სიმბოლო მიუწვდომელისა, ბედნიერებისა, რომლის დევნაში არის ადამიანი და სამწუხაროდ ამ
ცხოვრებაში ვერ მოიპოვებს. და გალაქტიონის ერთი არაჩვეულებრივი ლექსი მინდა წაგიკითხოთ ამ ლექსიდან სტრიქონები. ლექსს ქვია გზა და გზა, სადაც არის ცისფერი ძალიან ჭარბად. აქ მრავალია ცისფერი ფერი, ეს ფერი მარად თვალს ეყვარება, როგორც ქალწულის სახელი მერი. მერი არის ცისფერი და მწუხარება. გახედე შორს მთებს, გახედე სერებს, გახედე ტალღებს, ჩაქსოვილს ტბაში, ცისფერი ისე უცხოდ იფერებს, სამოსელს დღეთა ელვარებაში, სული ეძახის იმ უჩინარ ტყეს, ვისაც სიზმრებში უხსნიან ბაგებს, იისთვის ეძებს იისფერ სიტყვებს და ცისფერ სიტყვით ეძებს ციაგებს. აი ასეთი ასოციაციები აღძრა ჩვენს წარმოსახვაში ბარათაშვილის უმშვენიერესმა ლექსმა ცისაფერს. გირჩევთ წაიკითხოთ ბარათაშვილის ლექსები, რათა გაიაზროთ პოეტის სწრაფვა მიღმური ღვთაებრივი სამყაროსაკენ. გმადლობთ ყურადღებისათვის.